სასამართლო სისტემიდან ოპოზიციის რიგებში ყოფილ მოსამართლეს დავით ჯუღელს პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად დიდი გზის გავლა არ მოუწია. მოსამართლის მანტიის დატოვების შემდეგ მან მალევე თავშესაფარი ოპოზიციაში იპოვა და სააკაშვილის ადვოკატის ფუნქცია შეითავსა. თუმცა ამით მისი აქტიურობა არ სრულდება. ეგრეთ წოდებული კაბელების საქმის ყოფილი მოსამართლე ოპოზიციური არხების ხშირი სტუმარი გახდა, სადაც უსაფუძვლო და უარგუმენტო ბრალდებებით სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ეწევა. ჯუღელი ამბობს, რომ თითქოს და მის მიმართ მუქარა და შანტაჟი ხორციელდება, თუმცა ამის კონკრეტული მტკიცებულებები არ გააჩნია. მოსამართლეობის ვადის დასრულების შემდგომაც კი რამდენიმე თვის განმავლობაში ერთი და იგივე მანქანა მორიგეობდა ერთი და იგივე პირებთან ერთად პერიოდულად რამდენიმე წლის შემდეგაც შეგახსენეს თავი. ყოფილი მოსამართლის პოლიტიკური აქტიურობა ბევრ ფაქტორს უკავშირდება. მის გარეშე ნაციონალურ მოძრაობაში ბოლო პერიოდში არც ერთი პარტიული ყრილობა არ ჩატარებულა. ის ყოველთვის იქ იდგა, სადაც სოფო ჯაფარიძე იყო. უფრო მეტიც, ორივე მათგანი ადასტურებს, რომ დიდი ხნის მეგობრები არიან. ჯაფარიძის მეგობარია ჯუღელის მეუღლეც, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრთან ერთად არაერთ ფოტოშია აღბეჭდილი. სოფიო თუთისანი ჯაფარიძის ნაცმოძრაობის რეგიონული ტურნეების აქტიური მონაწილეც იყო. პოლიტიკურად ანგაჟირებული პირის მხრიდან სასამართლოს დისკრედიტაციის მცდელობა და რადიკალური ოპოზიციის ნარატივის გაჟღერება არ უკვირთ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ დავით ჯუღელის მიერ გაჟღერებული ბრალდებები ყოველგვარ არგუმენტსაა მოკლებული, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ის აქტიურადაა ჩართული პარტიულ საქმიანობაში. იგი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი გახლავთ. ჩვენ ისეც კარგად მოგვეხსენება, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ქალბატონ სოფო ჯაფარიძეს დაავალა რაღაცა რეგიონებში ტურნეს ჩატარება, ბატონი ჯუღელიც მონაწილეობას იღებდა ქალბატონ სოფო ჯაფარიძესთან ერთად ამ ტურნეში. ჩვენ ისეც კარგად მოგვეხსენება და ქალბატონი სოფო ჯაფარიძის სხვა შორის Facebook-ზე შეგვიძლია შევბრძანდეთ და ვნახოთ თუ როგორი ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს მას ბატონი ჯუღელის მეუღლესთან და ნუ ყველაფერი ხელის გულზე დევს და შესაბამისად მოქალაქეებისთვის დასკვნის გამოტანა ძალიანი როლია. ნაცნაცობას არ მოიშლის, არასდროს არ მოიშლის და ჯუღელი ზუსტად ერთი ჩვეულებრივი ნაცია და ასრულებს ნაცების დავალებებს. მისი კავშირები ნაციონალურ მოძრაობასთან ეს საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. ის არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ადამიანი, რომლის მთელი ოჯახიც რა თქმა უნდა თავისუფალია, ვისაც როგორ ექნება ურთიერთობა, მაგრამ საზოგადოებამ რო იცოდეს, ეს არის ადამიანი, რომელიც მჭიდრო კავშირით არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან და რატო გაახსენდა ეხლა 10 წლის შემდეგ ჭყალებში მასზე ძალადობა და მასზე გავლენების მოხდენის მცდელობები, ეს რა თქმა უნდა თეთრი ძაფით ნაკერი საქმე არის. ცდილობს ვფიქრობ გარკვეული მცდარი აღქმების დათესვას და გაღვივებას ამით საზოგადოებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პიროვნება დღეს უკვე შეიძლება ითქვას არის პოლიტიკურ აქტივიზმში ჩართული, მისი ოჯახის წევრები იყვნენ და არიან მონაწილენი სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლების, რომელიც არის ორგანიზებული რადიკალური ოპოზიციის მიერ, აშკარად გვევლინება როგორც პოლიტიკურად ანგაჟირებული ფიგურა. რეალურად ჯუღელი არის ჩვეულებრივი ნაცი, ის არის სააკაშვილის ადვოკატი, ის ასევე არის დაკავებული მაღალი ალბათობით იმით, რომ ვივამედიდან ინფორმაციები გამოვაქვს და შეაქვს სააკაშვილისთვის მეტი არაფერი, ამ ადამიანის სანდოობის ხარისხი ნულოვანი. მიხეილ სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი იმ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც საკუთარი ქვეყნის ინტერესები მხოლოდ პარტიულ ინტერესებზე გადის. სწორედ რადიკალების ნარატივს აჟღერებს ის, როცა ამბობს, რომ სასამართლო სისტემა გავლენების ქვეშაა. იმ სასამართლოსი, რომელიც დღეს საერთაშორისო რეიტინგებით დამოუკიდებლობის ხარისხის მხრივ მოწინავე პოზიციაზეა.